რა არის საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოდელის სტატუსი მოიპოვო? სიმაღლე, პროპორციული სხეული და სახე, შესაბამისი სიარულის მანერა და რაც მთავარია, საინტერესო ტიპაჟი. Come on and get your kicks now. You don't need the money when you look like that, do you, honey? Best Model of the World is კონკურსზე თავის დროზე მონაწილეობას ნაომი კემპელიც იღებდა. ამ უკანასკნელის შესახებ საუბარს აღარ მოვყვებით. აი მის შესახებ თუ არაფერი იცით, მაშინ გვერწმუნეთ, რომ სამყაროს ხართ მოწყვეტილი. საუკეთესო მოდელის კონკურსი საქართველოში პირველად ზალიკო ბერგერმა ჩაატარა. მაშინ საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი სახელით თაკო ჩხეიძე გამოდიოდა და დედა სამშობლოს ხელდამშვენებულიც დაუბრუნდა. ეს უკანასკნელი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ მოდელად ითვლება და უკვე დიდი ხანია თავად ზრდის მოდელების ახალთაობას. ამჯერად საქართველოს საუკეთესო მოდელს სამოდელო სააგენტო კატრინი ეძებს. ღია კასტინგი უკვე მესამედ ბოულინგ ცენტრალში ტარდება. ველად ცნობილ მოდელს აქვს მონაწილეობა მიღებული. ჩამოსული იქნება 100 ქვეყნის დიზაინერი, 200 მოდელი, როგორც გოგონა ვაჟი, ანუ ორი მიყავს, სხვადასხვა ჟურნალისტი, პრესა. საერთაშორისო ასპარეზისთვის გოგონა და ბიჭი მოდელის შერჩევაა საჭირო. თუმცა ჩვენ ერთი შეკითხვა გაგვიჩნდა. რატომ აკმაყოფილებენ ქართველი ბიჭი მოდელები 90, 60, 90-ზე სტანდარტებს, გოგონები კი ვერა? რამოდენიმე შეიძლება თუ მოდელად არა ფოტომოდელად შეიძლება მაინც გამოდგეს. ანუ რამოდენიმე სახე კარგი აქვს. თანაბრად არის მგონი გადანაწილებული რა. ჟიურის წევრებს ზოგს ბიჭებში ყავს ფავორიტი, ზოგს გოგოებში. უკმაყოფილო მთლად არ ვარ. ნახოთ რა იქნება უკვე ფინალზე. ისიც გაგვიკვირდა სამოდელო კონკურსზე რეპერი პრინციპის მეუღლე ბაბე რომ აღმოვაჩინეთ. ეს უკანასკნელი ბოლო დროს მუსიკალურ სამყაროში უფრო ტრიალებს. ვიყავი მოდელი, მე რაღაც თავი დავანები გარკვეული მიზნების გამო, ანუ გამომდინარე რომ მომღერალი ვარ და ხელოვანი ვარ და ნუ ისე რაღაცნაირად ბედმა აქ მომიყვანა. კონკურსისთვის მოდელებს სპეციალურად შერჩეული ჟიური აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მივხვდით ჟიურის ფუნქცია მომღერლებს რატომ მიანდეს, დავრწმუნდით, რომ ჩვენი და ამ უკანასკნელის გემოვნება ემთხვევა. პატარა გამოკითხვაც ჩავატარეთ და დავინტერესდით. თუ მოდელი გოგონები სპორტსმენებზე გიждდებიან, მაშინ ვინ გიждდება მოდელ ბიჭებზე? მოდელ გოგოებს მოდელი ბიჭები მოსწონთ? რა ვიცი, მე პირადად არ მომწონს მოდელი ბიჭები. უფრო მამაკაცური ბიჭები მომწონს ამ სპორტსმენები. არ მომწონს, ესე ვერ ვიტყვი პირადად, გაჩნია ადამიანს და როგორი გუნების არის. მოდელები თუ სპორტსმენები? საბოლოო ჯამში სპორტსმენები. დიდი თავშეკავების მიუხედავად ნინი შერმადინიც გამოვტეხეთ, რომ ისიც სპორტსმენებს ამჯობინებს. თუ აცუდი მოდელი ბიჭი არ ვიცი. მოდელები თუ სპორტსმენები? ნაიცი რა, მოდელი, კაი, ათლეტის აღნაგობით არ არის ცუდი, რა ვიცი, მე რატო არ მოწონს, ჩვენიერი ბიჭები არიან. ან მოდელი, ან სპორტსმენი? ვიცი რა, არ ვიცი. ანუ სპორტსმენი. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ 90, 60, 90-ზე პარამეტრებში ჩამჯდარი მოდელი ბიჭები არც ნინის მოსწონებია. ყველაზე დიდი სიმპათიები უფრო მამაკაცური ფორმების მქონე ყმაწვილებმა დაიმსახურეს. მოდელ ბიჭებს საქართველოში აქვს ფოტოშოუში ძალიან გამხდარი ტანები. და სპორტსმენი ბიჭები უფრო არიან მოწესრიგებულები, აქვს კუნთოვანი მასა უფრო განვითარებული და ფიქრობ რომ ეს ტიპაჟები უფრო გადიან ევროპაში ვიდრე ჩვენი ქართველი სლიმ მოდელი ბიჭები. შემთხვევით მოხდი მეგობარმა დამირეკა და რომ მივედი ამორჩიეს შესაძლოებში გავიმარჯვე. ჯერ ერთი გამოცდილება არის, მეორე საკუთარი თავის გამოცდაც არის და ამასთან ერთად ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობდა იძენ. მე რა მაინტერესებს, სპორტსმენ ბიჭებს მოსწონთ მოდელი გოგოები და მოდელ ბიჭებს რომელი გოგოები მოსწონთ? აგართვეს სპორტსმენებმა. მოდელი გოგოები. მოდელი და სპორტსმენის თუ ხარ, მე რა ხდება, როგორ გამოიქცეს? შენ ესე იგი პრივილეგირებული. ანუ სამოდელო სააგენტოშიც ვარ და სპორტსმენიც ვარ. ჟიური
შორის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გაუხმაურებია. ფინალურ შოუმდე კიდევ ერთი კასტინგი 4 რიცხვში ჩატარდება. რაც შეეხება დასკვნით ღონისძიებას, ეს უკანასკნელი ჰოლიდეი ინში გაიმართება. საბოლოო ჯიური 10 ფინალისტ გოგონას და 10 ბიჭს შორის თითო მოდელს აარჩევს და სწორედ ისინი გაემგზავრებიან თურქეთში საერთაშორისო ფინალზე. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ Best Model of the World-ზე წელს მხოლოდ ბიჭი მოდელი წავიდეს. ყური მოვგარით გოგონებიდან არც არავინ მოგწონსო.